მონიტორინგის სააგენტომ პროექტი კარდაკარი დაიწყო. პროექტის ფარგლებში სააგენტოს ეკიპაჟის წევრები მის სამართზე მიდიან და ცხოველთა პატრონებს გვამოწმებენ თუ რა პირობებში ყავს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. თათებისმიერთმა გადაწყვიტა მთელი დღე სააგენტოს ეკიპაჟის წევრებთან ერთად გაატაროს და პროექტის შესახებ ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ და გაჩვენოთ. წავედით. გამარჯობა, ასპინძელო. მოვინიშნოთ, რომ ვარდისუბნის ქუჩა 26 ნომერში არის ძაღლი, თუმცა დაკეტილია. კი ბატონო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან თბილისის მასშტაბით. და კარდაკარ ამოწმებენ იდენტიფიცირებული ყავს თუ არა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. ჩატარებული აქვთ თუ არა ვაქცინაცია და სტერილიზაცია. სპეციალისტების საჭიროების შემთხვევაში ადგილზე აცრიან და დაჩიპავენ ცხოველებს. ხოლო სტერილიზაცია კასტრაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, ისე სააგენტოს მობილურ ვეტკლინიკაში. ცხოველების პატრონებს უზრუნველყოფთ ინფორმაციით მოვლა პატრონობის შესახებ. ვამოწმეთ ცხოველების მდგომარეობას, კვებადაწყურვებას, იდენტიფიკაცია რეგისტრაციას, შესაბამისად ყოლის წესებს და ვაწვდით ინფორმაციას საინფორმაციო ფლაიერების მეშვეობით, სადაც არის სტერილიზაციის მაუწყებელი ინფორმაცია, სადაც არის ყოლის წესები, გამოსაირნების წესები და საერთო ინფორმაცია ზოგადად მოლაპატრონებასთან დაკავშირებით. სტერილიზაცია, კეთილი, მობილური ჯგუფი გნებავთ, ესე იგი. ჩვენ გვაქვს, ესე იგი, მობილური ჯგუფიც, რომელიც მოდის და რამდენიმე მსურველის შემთხვევაში ადგილზე მანქანა გაჩერდება და გაკეთდება. მეტის შემთხვევაში აუცილებელია, რომ გაკეთდეს სტერილიზაცია, კასტრაცია, თუმცა ჩვენ ახლა ჩიპირებას ჩაგიტარებთ, არ არის პრობლემა. შეგიძლიათ თქვენ გავიგოთ? კი, შეგვიძლია. ჩვენ მოგცემთ ადგილზე, რომ დავჩიპავთ, ჩვენ მოგცემთ სარეგისტრაციო მოწმობას. ძალიან მარტივი და უმტკივნეულო პროცედურა არის ჩიპირება, არანაირი უგუჩვენება არ გააჩნია. აი, უბრალოდ სკანერს გადავატარებ. კი ბატონო, აი. ჩვენი ჩიპის ნომერი და ეს იქნება საიდენტიფიკაციო პარამეტრი, სარეგისტრაციო მოწმობა და წარმატებებს გისურვებთ. ნახავთ. კარგად გამდებოდეთ. პროექტი თითქმის უკვე 2 კვირაა, რაც დაიწყო და ძირითადად ჩვენ ხვდებით გაუსტერილებულ ცხოველებს, რომლებიც არ არიან დაჩიპულები და დარეგისტრირებულები, რაც არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ჩვენს ქალაქში და ერთ-ერთი ძირითადი წყარო მიუსაფარი ცხოველების გამრავლების. ეს პროცედურები აუცილებელი არის იმისათვის, რომ მოსახლეობამ ქუჩაში უმეთვალყურეოდ არ დატოვოს თავისი ცხოველი და შემდგომ არ მოგვემატოს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ჩვენს დედაქალაქში. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება წლის ბოლომდე. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ აუმაღლოთ მოსახლეობას ცნობიერება ცხოველის მოვლა პატრონობასთან დაკავშირებით, იმ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც აქვს მეპატრონეებს, ხოლო თქვენ იცით, რომ აქტიურად მუშაობთ პარლამენტთან ერთად, რა თქმა უნდა, კანონ პროექტზე და შემდეგ, როდესაც უკვე კანონი გვექნება მიღებული, ვფიქრობ უკვე ჩვენი ქალაქის მოსახლეობა მზად შეხვდება ამ კანონს, რადგან ჩვენგან უკვე ინფორმაცია სრულად ექნებათ მიწოდებული. საკუთარი ცხოველების იდენტიფიცირება, ესე იგი ჩიპირება და რეგისტრაცია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანურად შემცირებისთვის. თათებისმიერთში არაერთხელ გვისაუბრია, რომ მიუსაფარი ცხოველები ქუჩაში უპასუხისმგებლო პატრონების წყალობით ხვდებიან, მიტოვებულები კი უკონტროლოდ მრავლდებიან. არასასურველ ლეკვებს კი ისევ ქუჩაში ტოვებენ. თუ კი იდენტიფიცირებულ, ესე იგი ჩიპირებულ ცხოველს მიატოვებს პატრონი, შესაბამისი უწყებებისთვის ცნობილი გახდება თუ ვინ მიატოვა, ესა თუ ის კონკრეტული ძაღლი ან კატა. შესაბამისად, იდენტიფიცირებული ცხოველების მიტოვება და მათი უკონტროლოდ გამრავლება დასჯადი და შეუძლებელი გახდება, რაც ხელს შეუწყობს მიუსაფრების რიცხვის შემცირებას. მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება საკუთარ ცხოველებზე სწორი ზრუნვით იწყება. ნუ მივატოვებთ ოთხფეხა მეგობრებს, ერთად ვიზრუნოთ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ჰუმანურად შემცირებაზე. ჩვენ თათების იმედი ვართ.